Amnistis შესახებ კანონი მხოლოდ იმ პირებზე გავრცელდება, ვინც დანაშაული 2008 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინა. ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დღეს კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. უსაზრდელოვას განმარტებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 55 მოხსნ მოიცავს და 12,000-მდე პირს შეეხება. კანონის გამოქმედების შემდეგ საპატიმროებს 2,000-მდე ადამიანი დატოვებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს დღეს თანხმობა ერთხმად გამოუცხადეს. შენიშვნები არ ქონია ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს. კანონპროექტი მოსაცმენად მხოლოდ პლენარულ სხდომაზე გავა. Ქართულმართლობიანია, ნამდვილად მნიშვნელოვანია და მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ესეთი ამ ტიპის ამნისტია არის უპრეცედენტური ფორმით. Სახმება ოპოზიციასთან კონსულტაციას 27 მუხლიდან, რომელიც მათ იყო მოთხოვნაში, 22-ზე მოხდა შეთანხმება. ეს არის ასევე არ არის თითქმის უდიდესი ნაწილი ატლანტის ახლობლებს პატიმართა ყოველი მოწმე ამნისტია. სამხარეს ალბარია, რომ შეუძლებელია ბუნებაში. რომ არის ადამიანები, არის დანაშაულთა კატეგორია, რომელიც შეწყალება ან ამნისტირება ფაქტურად არის შეუძლებელი, ან ამგვარი დანაშაულების შეწყალებით უნდა დავუჯეროთ გარკვეული ვადა საშუალება, მეგონი ამაზეა, ყველანი ჩამოყალიბებული. ამიტომ ჩვენ თავიდანვე, როცა ჩამოყალიბებთ ანტიკრიზის ჯგუფში წარმოგვიდგენ ამნისტიაზე, შევთავაზეთ, რომ ამნისტია შეეხებოდა მხოლოდ სრულ დანაშაულს, ან ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც არადარადობრივი დანაშაული აქვს ჩადენილი. ისეთ საერთოდ რომ დაუბრუნდეს საუბედური ცხოვრებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უნდა ამის საერთოდ რომელიც არაკეთილდება გამოიყენოს სამწუხაროდ საუბედური თავის უკანონო აქტიებებს. ამიტომ მაგრამ ძალიან სრული პროცესია მეცნიერის დამოკიდებულებაა ამისებებთან. ქართული დასის ლიდერი შეწყალების სიაში ნორაკუციანის შეყვანას ითხოვს. ჟონდი ბაღათურიას განმარტებით 16 კაციანი შეწყალების სიაში ნორაკუციანი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ სიაში, რომელიც პრეზიდენტს გადაეცა, გაუგებრობის გამო კუციანი ვერ მოხდა. ჟონდი ბაღათურიას განცხადებით დღეს შეწყალების კომისიას ახალი სია გადაეგზავნება, სადაც ნორაკუციანი იქნება. ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი არის ქალბატონი ნორა კუციანი, რომელზეც მე დღეს არ გავაკეთებ შეფასებას, ვის არის პოლიტპატიმარი, თუ არ არის პოლიტპატიმარი, თავარი არის, თუ ის არის პოლიტიკური ოპონენტი ხელისუფლების. საზოგადოებას მიაჩნია საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ ის იმიტომ არის დაპატიმრებული, რომ არის უნგარკისიანი გზა. ამიტომ ჩვენ წამოვაყენეთ ასევე საკითხი წამოჭერით, რომ ნორა კუციანი თამარ ბაკურიძე შესულიყო ამ სიაში. შედგა შეთანხმება ჩემი ანტიკრიზის საბჭოს წევრებთან, ოპოზიციური პარტიების მხრიდან და ყველას ერთობლივი საუბარი ჰქონდა ხელისუფლებასთან. ხელისუფლებისგან თანხმობა ან უარყოფა არ მიგვიღია, მაგრამ შევთავაზეთ, რომ ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩვენ სიაში ჩვენ ქალბატონ ნორა კუციანს შევიყვანოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ამინისტიის შედეგად გათავისუფლებული პატიმრების სიის საჯაროდ გამოქვეყნებას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ამინისტიის პროექტს ხელისუფლების მხრიდან დადგმულ ფაქტს უწოდებენ. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ პენტენციურ სისტემაში ბევრი პრობლემაა და ამინისტიის პროექტის შედეგად საპყრობილებიდან ცოტა ადამიანი გათავისუფლდება. ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის თქმით, ხელისუფლების მიერ დასახელებული პატიმრების რაოდენობა რეალურად არ შეესაბამება, რადგან დასახელებული 45 მუხლიდან 20 მუხლით სასჯელს არც ერთი ადამიანი არ იცის. კაკაბაძე ამბობს, რომ ამნისტია მხოლოდ 2 პატიმარ ქალს შეეხო, რის გამოც ისინი ყველგან შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ამნისტია ფაქტურად ძალიან ფორმალურ ხასიათს ებულობს. სერიოზული შეშფოთება დაიწყო კოლონიებში. ქალთა კოლონია უკვე ხალიდან იწყებს საპროტესტო აქციას. ხალიდან აღარ მიიღებენ კურსს და ეკეტავენ სასადილოს. მათგან გათავისუფლება მხოლოდ 2 ქალს ეხება. საერთო ჯამში 8 შეეხო აფრიანებს განახევრება, შავთაჟერის შემცირება. მხოლოდ 2 ადამიანი თავისუფლდება რეალურად. და ასევე დანარჩენ კოლონიებში ამან მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათი მიიღო. საკმაოდ საეჭვოა ეს 2200 გამოცხადებული რიცხვი, ამიტომ ჩვენ მოვიხოთ გამოქვეყნეთ ყველა იმ გათავისუფლებული პატიმრების გვარდასახელი, ვისაც ამინისტია შეეხება, ვინაიდან გაჩნდა საფუძვლიანი ოჭი, იქ არის მუხლები, რომელი მუხლებითაც ან საერთოდ არავინ არ ვიცის ციხეებში, ან თუზის შეიძლება ერთეულებით.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტმა დღეს პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მომავალ პერსპექტივაზე ისაუბრეს. ლაშა ჟვანიას განცხადებით პოლონეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა. პოლონეთის დელეგაცია მოგვიანებით საპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდა. გაჩვენების დღეებში პოლონეთი და პოლონეთის პრეზიდენტი იყო სწორედ ის მხარე, რომელმაც საქართველოს გადარჩენა უზრუნველყო 12 აგვისტოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო რამოდენიმე რეგიონალური ლიდერის საქართველოში ჩამოყანა, რამაც პრაქტიკულად თბილისში გადაარჩენა რუსეთის შემოგეთ. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მომავალზე, ასევე ქვეყნის წარსულზე, თუმცა მომავალი პერსპექტივები ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მზადაა დახმარება მომავალში წარმოუჩინოს. ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას დოლარის კურსის ხელოვნურად მატებაში ადანაშაულებს, თუმცა შატბერაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ვალუტის კურსის ცვლილება ბანკირების საშუალებით განახორციელება, რითაც დამატებით მილიონობით ლარის მოგება ნახა. ლეიბორისტების განცხადებით მთავრობამ და პრეზიდენტ სააკაშვილმა ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ არჩევნებში დახარჯული თანხები დაეფარა. შატბერაშვილის თქმით, მსგავსი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან ისევ მოსალოდნელია. რამოდენიმე ბანკირმა, რა თქმა უნდა, სააკაშვილთან ერთად იშოვნა რამოდენიმე ათეული მილიონი. მე ამ ბანკირებს არა მარტო სააკაშვილის კარის ბანკირებს, არამედ სააკაშვილის ჯიბის ბანკირებსაც ვუწოდებდი, რადგანაც ქვეყანაში 80% არის იმპორტი, ხოლო მხოლოდ 20%-ია ექსპორტი. რადგანაც 80% საქონლისა შემოდის, აი ამ გაძვირების შედეგად, აი ამ კურსის ვარდნის შედეგად ქვეყანაში მოხდა ფასების ტოტალური ზრდა. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას მეორე არხის რეორგანიზაციაში მონაწილეობის მიღებას თავაზობს. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით დღეს განცხადება კახა კუკავამ გააკეთა. კუკავა ხელისუფლების იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც არხის რეორგანიზაცია უნდა დაიწყოს. მისი თქმით, მეორე არხის ადმინისტრაცია მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა უნდა დააკომპლექტოს. კუკავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მეორე არხის ადმინისტრაცია არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არ დანიშნეს, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადება ფასადური იქნება და არხის რეალური რეორგანიზაცია ვერ მოხდება. თავაზობთ საქართველოში მოქმედ ხელისუფლებას კონკრეტულად შემდეგ ვარიანტს. შეიქმნეს მეორე არხის მმართველი საბჭო, რომელშიც დანიშნავენ მმართველი საბჭოს წევრებს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, გარდა ნაციონალური მოძრაობის და ბუნებრივია, მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. ასეთი ტიპის მმართველი საბჭო რეალურად უზრუნველყოფს მეორე არხის დამოუკიდებლობას ხელისუფლებისაგან და ჩვენ მზადვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში. ჟურნალისტი ირმა ინაშვილი საგამოძიებო ჟანრის ფილმების გაშვებას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის კედელზე აპირებს. ინაშვილის განცხადებით იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა მათ მიერ გადაღებულ დოკუმენტური ფილმების ეთერში გაშვებაზე უარეს თქვა, ისინი ფილმების გაშვებას მაუწყებლის შენობის კედელზე უკვე ხვალინად დაიწყებენ. გარდა ინაშვილის ფილმებისა ნაჩვენები იქნება ვახტანგ ყომახიძისა და მოძრაობა 7 ნოემბრის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები. ირმა ინაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზევე ჟურნალისტებს დირექტორის ფაქტებზე საუბრა, რაც ინაშვილის განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებზე ვრცელდება, რომლებიც აგვისტოს მოვლენებს იძლევენ. ინაშვილის თქმით, აგვისტოს მოვლენების შესახებ მის მიერ გადაღებულ ფილმ „შიხის“ პრეზენტაციის შემდეგ მას ორი დაუდგენელი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. პირადად მე რამდენიმე წლის წინ ბევრი თქვენგანისთვის ცნობილი ასევე დამეცნეთავს, იყო ორი ახალგაზრდა მამაკაცი, არ იყვნენ ისინი შენიღბულები, არც არაფერი დაუცნევია ჩემთვის, უბრალოდ მომაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს ალბათ დაკავშირებული იყო იმ გახმაურებულ ფილმებთან, რომლებიც მე მოვამზადე. ფილმების სახელწოდება არის „ჩიხი“, ისახება აგვისტოს მოვლენებს. ჩვენ მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, რადგან ის არის ხალხის თითოეული ჩვენგანის ტელევიზია. და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ფილმების ჩვენება მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ჩვენ ვიცით, რომ უარი მიიღეს ჩვენმა კოლეგებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან.